საფუძველზე გასცა თავდაცვის სამინისტრომ სამოქალაქო სექტორში დასაქმებული ჩინოვნიკებისა და შეიარაღებული ძალების ოფიცრებზე 700.000 ლარის პრემია ამ დრომდე უცნობია. ინფორმაციის მიხედვით, რომელიც გუშინ სამინისტროს თანამშრომელმა ვახტანგ კეკელიამ მეცხრეახს ექსკლუზიურად მიაწოდა, დასტურდება, რომ სამინისტროს ადმინისტრაციაში 3 თვის წინ დასაქმებულ 72 საჯარო მოხელეზე მინისტრ დიმიტრი შაშკინის ბრძანებით 5,000-დან 100,000 ლარამდე ოდენობით ფულადი ჯილდოებია გაცემული. მინისტრის ბრძანება კი 2 ოქტომბრი თარიღდება. ამავდროულად დიმიტრი შაშკინის განკარგულებით საბიუჯეტო თანხა თავდაცვის სამინისტროს 295 სამხედრო მოსამსახურე პირის პრემიებისთვისაც გაიცა. 3 ოქტომბრი თარიღდება კიდევ ერთი განკარგულება, რომელიც სამინისტროს ავტოსატრანსპორტო საშუალებების რემონტისთვის ბიუჯეტიდან 300,000 ლარის გამოყოფას გულისხმობს. თავდაცვის სამინისტრო საბიუჯეტო ხარჯების მიზნობრიობის შესახებ კითხვას ამ დრომდე არ პასუხობს. პრემია იწყებოდა 5,000 ლარიდან და ავდიოდა 100,000 ლარამდე. საერთო ჯამი მერყეობს დაახლოებით 600,000-დან 700,000 ლარამდე ლარის ფარგლებში უბრალოდ რა. და არ მოიაზრებოდა რომ რამე ის ადამიანი რომელიც საქმეს აკეთებს ხო ან აკეთებდა თუ რაღაცა მაგი არ იყო. ანუ ის რაღაც გარკვეულწილი იყო 72 კაცზე რომელიც იყო იმ გუნდის წევრი ესე რომ ვთქვათ რომელიც მოყვა ბატონ დიმიტრი შაშკინს. მედია ცენტრში კი დღეს სამართლიანი არჩევნების ორგანიზაციის მიერ ინიციირებული საარჩევნო დავებისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის პროცესების შესახებ ინფორმაციის წარდგენა მოხდება. მედია ცენტრში შეხვედრა დაახლოებით 1 საათში დაიწყება.